თანამედროვე სამყაროში ხალხი ბიზნეს პრობლემების მოსაგვარებლად იწყებს, თარსულაში კი პრობლემების შესაქმნელად. ალბათ ყველას ყავს ის ერთი ძმაკაცი, აი ყოველდღე რომ საოცარი ბიზნეს იდეა აფიქრდება და ბანკის სესხისთვის შენ სჭირდები, იმიტომ რომ თვითონ გაშავებულია. ზუსტად ის ერთი ძმაკაცია პოლიკა და ამ ვიდეოში მის მიერ წარმოებულ ბიზნესებს შევაფასებთ. თუმცა მანამდე მინდა გითხრათ, რომ 29 იანვარს სახაცლო სპეშალ ეპიზოდს ვიხილავთ. კი, შეიძლება ვიღაცებმა თქვან რომ რაღაც დროს ახალი წელია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სულ ფეხებზე მკიდია. მაშასე დავიწყოთ. მეორე სეზონში თარსულას ქაოსის ცენტრში განდრონი იმყოფებოდა. სქემა საკმაოდ ჩახლართული იყო. განდრონი აკონტროლებდა შავ ქათმებს, რომლებსაც მისტიურად ცნობიერება ჰქონდათ შეძენილი, რაც მათ კვერცხებსაც მისტიურს ხდიდა. ბლიად, ქათმები არიან. საქმე იმაშია, რომ თითქმის მთელი სოფელი შავი ქათმების კვერცხებს ჭამდა, რაც განდრონმა მის სასარგებლოდ გამოიყენა. რომელ კვერცხს მიირთმევთ? იასნა შავი ქათმების კვერცხს მიირთმევთ, ძმა. აი შავი ქათმების კვერცხებს რომ მიირთმევთ, ზუსტად მაგის გამო არ იქნება თქვენი არნა, გაიგეთ ბიჭო. მომინდომე საკ ბრძოლა. მოგხედავთ მე თქვენ, მოგხედავთ, გამიგე? განდრონი. მალე გაირკვა, რომ თარსულას მაცხოვრებლები ყველაფერს გააკეთებდნენ, თუ ეტყოდი რომ განდრონმა დაავალათ. განდრონმა რო ყველა დააზომბა კიცუდია, მაგრამ ერთი პლუსი მაინც აქვს. წინადადების წინ თუ განდრონს ახსენებ, ყველას ყველაფერი სჯერა. სწორედ აქ მოუვიდა პოლიკას გასაოცარი ბიზნეს იდეა. გაიოს, 500 წელი ბანკა გვაქვს საშონელი. კაი, გაიოს, შემდეგი ბანკა მაიდა. ახლავე? რა ჯანდაბას აკეთებთ? რას და ფულშოულობ, ძმაო? რანაირად? ახლა ხო ყველა დაზომბებულია. ტანგერმა თქვა ლიჟბი განდრონი უხსენე ხალხს და ყველაფერს იზამენო, ხო და აი ამ ბანკებს კუილით გავავსებთ. მერე სკოლელებს ვეტყვით რომ შიგნით განდრონის კუილია და თითო სოწყლარად მივყიდით. ღმერთო. და კუილით რო გავავსო რა საჭიროა? უბრალოდ განდრონის ჰაერითაა სავსეო რომ გეთქვა არა? აუ პაჭო თავი დამანები რა, ბანკები ჰაერით რანაირად უნდა დატუმბო, იცი რა ძნელი იქნება? შეიძლება იფიქროთ, რომ სულელური იდეაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი ქალაქი განდრონის ჰიპნოზის ქვეშ იყო მოქცეული. მეორე ცალი მინდა. მე 3. მე 2 მინდა, ოღონდ ცალ-ცალკე ვიყიდი 20 ლარად. დოდო, ნუ ცდილობ რომ ჩემს პასებს ხრიჭო უპოვო, გაიგე? შემდეგი ბიზნეს იდეა. მესამე სეზონში პოლიკა გამწარებული ცდილობდა როგორმე ამ PlayStation-ი ეყიდა, ამ პაჭოსი დაესაკუთრებინა. გაიოს, პაჭოსმა მამამისმა ახალი PlayStation-ი უყიდა. არ შეგიძლია რომ ტვინი გამოურეცხო და მე მაჩუქოს ეგ კომპი? ხო რა იყო რა არის, მეგრელია, მაგას კომპი რა ჯანდაბად უნდა. თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სეზონის განმავლობაში ბიჭებმა თარსულას ჯადოქრების სკოლაში დაიწყეს სიარული, სადაც მათ ეგრეთ წოდებული დოჟრაჟები გადაეცათ. ვისაც არ ახსოვს დოჟრაჟი ნივთია, რომელიც ახალგაზრდა ჯადოქარს მაგიის გამოსაყენებლად სჭირდება. მაგიის სკოლაში პოლიკამ შეისწავლა ისეთი შელოცვა, როგორიცაა 1 2 ვალდოს. სამამდეო ხო თქვა ბიჭო. რა იყო ტრაკო? გაგიტყდა წესებით რო არ გეთამაშე? კეთილი იყო შენი მობრძანება რეალობაში. მეორედ აღარ გამებლატაო, თორე მაგ მახინჯთავს მართლა ტრაკად გიქცევ. ამ ყველაფერმა კი პოლიკას პასუხისმგებლობა შემატა. ის უბრალოდ ადამიანი აღარ იყო, სწორედ ამიტომ დოჟრაჟის გამოყენებით მან სამყაროს დაცვა გადაწყვიტა, რაც არასდროს მომხდარა. სამაგიეროდ მშვენიერი ბიზნეს იდეა მოვიდა თავში. საშინელი დღე მაქვს რა. ის ტანკურტო მოკაცი კიდე, რა გამიჩალიჩა. ამაზე საშინელი რა უნდა მომივიდეს ვამშა. შედიშლა უცნობო. კიდე 200-ით და PlayStation-ით ფულით შეიკრება. დოჟრაჟით ქურდობა. და თუ ინვეს გონია რომ ქურდობა ბიზნესში არ ითვლება, გირჩევთ ბიზნესი საერთოდ არ დაიწყოთ. ამ პატიოსანი მილიარდერი მანახოთ და რავი, გავჩუმდები, ხბას არ ამოვიღებ. პოლიკას ამ წამოწყებამ შედეგი გამოიღო. PlayStation-იც იყიდა, ხან თამაშობდა, ხან YouTube-ზე კრისტალ ბეთერონულ ლიგის მომენტებს უყურებდა, თუმცა კი ნაღამ დაერხა. კი ნაღამ. გამარჯობა. გამწოვა. სახში უფროსები არიან? არა? 15 საჩივარი შემოვიდა სხვადასხვა ადამიანისგან. ამბობენ რომ სადღაც აქ გაითიშნენ და რომ გაიღვიძეს საფული აღარ ქონდათ. რამე იცი ამაზე პატარა ბიჭი? მე ჩემი მშობლები ბიძა მითხრა რომ ნათელში წავიდნენ, მაგრამ ხანდახან ბიძა ჩემი დედა ჩემად გადაიქცევა ხოლმე. იმის კაბა აცვია და სახში ვიღაც კაცები მოყავს რომ გავართან ხოლმე. აბა, კარგად იყავით, აქ აშკარად არაფერი არ ხდება. შემდეგი ბიზნესი.
პირველი სეზონის მესამე სერია პოლიკას გენიალური იდეით იწყება. აი, ბიჭები, მომისმინეთ. რა ხდება პროჭიკ? მოკლედ. შეფაჭო. მოკლედ კაცმების ბიზნესმა არ გაამართლა. სასიკვდილო კონკურენციის გამო, მაგრამ ახლა ახალი იდეა მაქვს. რა იდეა, აბა? მომისმინეთ. მელოტი კაცების გაქირავების ბიზნესი. მელოტი კაცების გაქირავების სერვისი. ეს ბიზნესი სხვებს იმდენად სულელურად ეჩვენათ, რომ პოლიკასთან სანაძლეოც კი დადეს, რომ სპეციალურად შექმნილი სულელური ბიზნესი, როგორიც არის მაგალითად სველი წიგნების გაყიდვა, რომ თითზე დაკურთხება აღარ დაგჭირდეს, უფრო მეტ ფულს იშოვიდა, ვიდრე მელოტების გაქირავება. ვაი, თქვენს პატრონს? აგერ ნახე შენი მელოტების ბიზნეს თუ სახი არ გავაძროთ. ბაზარი არაა, ძმაო, აგერ ნახოთ. ოღონდ წაგებულმა რამე უნდა ქნას. მოდი წაგებულმა ხალხით წასელიფჩი ხმამაღლა გააკუოს. მერე შეიზუნთქოს და ასე ქნას. ნამ. მოსულა? მოსულა. თუმცა პოლიკა ჯერ ფართი იქირავა, ხელოსანიც აიყვანა. შენ ხელოსანი ხარ, ხო? კი, ხელოსანი ვარ. ხო და აი მოდი ძმაო ნახე რაზე დაგირეკე. აი აქ უნდა დაგაჯვა. სად უნდა დამაჯვა? შენ კი არა კაცო, კედელს. გაჯი უნდა, გაჯი. რეკლამაც გააკეთა. მელოდი კაცის დახმარება გჭირდება? აღარი დადო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ტულიპინა, მელოდი კაცების გაქირავების სერვისი. მოკლედ ბიზნესმა აიწყვიტა. პოლიკა წარმატებულ ბიზნესმენთა თოქ-შოუშიც კი მიიწვიეს ბატონ შიბლა ბოღმიანთან ერთად. ბატონი შიბლაც ბიზნესმენია? თუ რა უნდა აქ? არა, მაგრამ ბევრს ყვირის და რეიტინგისთვის კარგია. ეს პოლიკას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა ვინაიდან 14 წლისთვის ჯერ არ მიგიღწევიათ, არ გაკავებთ, მაგრამ გავალდებულებთ, რომ დაწესებულება ახლავე დაკეტოთ. რა? რატომ? იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში თქვენს მელოტებს შიბლა ბოღმიანიაც ემინეთ, ასევე გაირკვა რომ მომხმარებლებს მელოტებისთვის თავში წამორტყმის უფლებას აძლევდით, მოკლედ ძალიან დიდ ჩარში ხარ შვილო. ნუ კი, ყველაფერი ჩამოერთვა, თუმცა ამ ბიზნესის იდეის კრეატივი ჭერს ურტყავს თავს პირდაპირ. რაღაც უცდი. ჩვენი მელოტები თქვენი წესვლისა წინდარი. ხო მართლა, თუ ჯერ კიდევ აქ ხარ და ვიდეოს უყურებ, დააჭირე ლაიქის ღილაკს. თითქოს არაფერი, მაგრამ არხს ამით ძალიან დაეხმარები. მეოთხე სეზონში პოლიკას კვლავ გაუნათდა გონება და ამჯერად აუქციონების საიტის დაწყება გადაწყვიტა. მომისმინეთ? სელუჯი. სელჩუკი? სელჩუკები უნდა ჩამოასახლო? სელუჯი! რა სელჩუკი, ბიჭო, საიტს ვაკეთებ, საიტს. დაიწყო საიტის შექმნა. ბატონ ღურძულს დაუკვეთა სარეკლამო რგოლი, რომელიც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო რეკლამაა დათარსულებში. ნაშას დაადი ახალი დაირთხი ვიდონმა შენაირი მანქანა იყიდა გვიდონის ტენტაც მოიგე სპორტული სავარძლები ტენე მანქანაში სავარძლზე ახალი ნაშატენე ყველა ნაშა შენია ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა. ეს არ რეკლამა, ამას ეძახი რეკლამას. ჩემი ხედვა ეგ. ჩაგახედებ ნეტის რეკლამაში შეპარტახო. მიჩივლებ? წარმატებები ძმა, წარმატებები მიჩივლი, აბა 14 წლის არ ვარ შეპარტახო, ვერაფერს ვერ მიზამ. თუმცა საკუთარი ბიზნესის დახმარებით მონსტრებსაც კი დააღწია თავი და ყველაფერი ისე დაასრულა, რომ საქმე თავზე არ ჩამომხობია. ყველანი შეგძრა რევას გუფთა ტოლმაძის გარდაცვალება. იმედია მისი სული სასუფეველში დაიმკვიდრებს ადგილს და ჩვენც ერთი-ორი ჭიქით სულ მოვიგონიებთ ხოლმე და რამე. შემდეგი იქნება ბიზნესი, რომელმაც თარსულას პირველივე სერია გახსნა. პოლიკას ბაბუა დაეღუპა. ბაბუამ შვილიშვილს ქონებაც კი დაუტოვა. ერთი შეხედვით ძალიან სამწუხარო ამბავია, თუმცა პოლიკას თავში სულ სხვა აზრები უტრიალებდა. ვა. კაცების ფერმა ნეტა რამდენად გაიყიდება. კვერცხის ბიზნესის დაწყება შეიძლება არც ისე კრეატიული იყოს, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა სულ სხვა იდეოლოგია იდგა. დაშვები და ბაბუა ჩემა ანდერძით კაცების ფერმა და ცოტა ფული დამიტოვა. ხო და ვფიქრობ, რომ ფერმა გავყიდო. ფერმა რამდენად უნდა გაყიდო, რო? მე რა ვიცი, ახლა ფერმა ვის რა ჯანდაბად უნდა საერთოდ. ხო და დაიტოვე კაცები და მიხედე. ამ ქვეყნის პრობლემა ზუსტად ისაა, რომ ხალხში რომ აეზარება და პერსპექტიულ ბიზნესს ორი დღის სამყოფ კაპიკებში ყიდიან. მოკლედ ბიჭები დაფაცურდნენ. ხო, ბაჭო, საღო, რა მაგრად მოიფიქრე, იმენა დიშლა ხარ. ჰა? თქვენ ხო თანამედროვე სიტყვების აზრი არ ხართ რა? შეგაქე რა ვერ მიხვდი. დიშლა შეკება არა, შესრო. როგორ არა? იმ დღეს ედა ჩემ მოუთხრა, მამაჩემს მაგარი დიშლა ხარო. რო კითხე ასე მითხრა, დიშლა გონება მახვეს ნიშნავს. მოკლედ ბიჭები დაფაცურდნენ, მეთქი. ჭახან ძმაო, მომისმინე. უი. შენ ახარ პიტალო. მოკლედ ბიჭები დაფაცურდნენ, გააკეთეს საოცარი რეკლამა. ბანძი კვერცხი მოფესკდა ჩვენც. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ფერმა ბედნიერი ქათმებით დაგვეხუნწლა. კაკანი, ნამდვილი სოფლის კვერცხი.
პირდაპირ ქათმის ტრაკიდან. მიწვეულები იყვნენ ტრაკ ჩაბანაშვილის შოუშიც, სადაც მთლად ისე არ წავიდა ყველაფერი როგორც უნდოდათ. შიგ ნამდვილად არ მაქვს. რატომ ეკითხებით, ვეგანებმა გითხრეს რომ მაქვს? შედიშლა კაცო. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იქნებოდა და ვიღაც ჩლიფინა ტიპმა პირდაპირ კვერცხებზე დაუფსათ. რადგან თუ ყველა თქვენს კვერცხს იყიდის და ჩვენსაც არა, ჩვენი კაცობრიობის დამონების გეგმა ჩაიშლება. გიჟია ეს. ამ ბიზნესის ფარგლებში გაარკვიეს, რომ მათი მთავარი კონკურენტები შავი ქათმები არიან. ბლიად, ქათმები არიან. მოკლედ ეს იდეა სავსე იყო სიგიჟეებით და დასასრულიც კეთილი აღმოაჩნდა ასეა თუ ისე. ჩვენი ქათმები გვეხმარებიან. ქათმები ზომი! შვილო, ქათმების ბიზნესი მაგარი გეგმები მაქვს და არ გინდა გითხრა? ქათმების ბიზნესი გავაჩუქე, ასე რომ მოიშვი ჩემთვის შეტენვას. შენი რა გააჩუქე, ვისაჩუქე? ქეთინო, გაიგე, შენმა შვილმა რა ქნა? თურმე და ბოლოს, მეხუთე სეზონში AI-ის დახმარებით პოლიკა ქმნის შპს ბოდიშს. აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს ბოდიშის მესიჯს ავტომატურად უგზავნის. ვერაფერი გავიგე. გაიოს, რას წაგიგდია დინგი? ჯერის არ გეყოფა რომ სამყაროს შეცდომა ხარ და ყველაფერს ურევ. მერე კიდე რას გავხარ? წითელი თმა რომ მქონდეს თავს მოვიჭრიდი. შენ ბიჭო შეხუა. აი გაიოს დამშვიდი. დაიცა. აი მოვიდა. ნახე მესიჯი. ცოტა ხნის წინ შეურაცხყოფა მოგაყენე. ვიცი რომ ასე არ უნდა მოვიქცე, მაგრამ ჩემი ბრალი არა. ბავშვობაში ბიძა ჩემი სარეცხ მანქანაში მრეცხავდა და იყვება ამანამირია ტვინი. შპს ბოდიშსაც დასჭირდა რეკლამა. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ტელეფონში და მიეცით მყრალპირს გზაფართო. შპს ბოდიშ ბეიზიკ პაკეტის გარდა აქვს ოქროს პაკეტიც, რომელიც ბოდიშთან ერთად ავტომატურად გზავნის ყვავილებს, შოკოლადებს და სევდიანი ცრემლებით სავსე ბოცას ადრესატის მისამართზე. შეტბის პირას ნახმარო პარტახო. ეს კალათა თქვენ. რა კალათა? ყვავილები, შოკოლადი და სევდიანი ცრემლებით სავსე ბოცა. შპს ბოდიში ალბათ ყველაზე წარმატებული ბიზნესი იყო, რადგან როგორც ბატონმა ანტონ კუდუწელიამ გითხრა, მას 2 მილიონზე მეტი გადმოწერა ჰქონდა, რაც საქართველოს ბაზრისთვის წარმოუდგენლად დიდი რიცხვია. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ აპლიკაცია მომხმარებლის დატას იპარავდა, რომ მონაცემებზე დაყრდნობით მომხმარებლის კლონები შეექმნათ. ნუ, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე. ჯართო. გინდა გაიგო პოლიკას მეგრელები რატომ არ ევასება? თუმცა ხალხი მართლა კითხულობდა შემთხვევით ეს აპლიკაცია ნამდვილი ხო არაა გადმოწერა მინდაო. და აი ვიდეოს ბოლოშიც გავედით. თხოვნა იქნება რომ დამიწეროთ თქვენი იდეები, თუ როგორი ვიდეოები გსურთ რომ არხზე იხილოთ. ასევე არხს თუ გამოიწერთ და ვიდეოს დაალაიქებთ, დიდად მადლობელი დაგშებით. 29-ში სპეშალ ეპიზოდი დაიდება, ამიტომ ყურადღებით იყავით. დროებით გემშვიდობებით. ნამ. რას მიჭერები ხარ? თვითონ თქვენ არ აკუებდეთ სახში. გამომივიდნენ აქ ყველაზე სუფთა და ისეთი წესიერი არსებები. რა პირველად ნახეთ რომ ბავშვს გაეკუებინოს, რამდენი სახეებით მონჩა.